დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ისეთი ნისლიანი დღე არის, აი ნახეთ როგორი ნისლიანია და მოვედით ეკლესიაზე ჩვენი იატაკის დასასრულებლად, მოსაპირკეთებლად. ეს ჯერ ძალიან გრობი მასალა გავაკეთეთ, ანუ გრობად, როგორც ხდება ხოლმე პირველად და შემდეგ მეგობრებო, მე ერთი რაღაც მაქვს გასაკეთებელი ახლა. სახლში მქონდა აი ეს ქვევრის თავი. აი ეს ნახეთ, ძველია. ხო და იცით როგორ მაინტერესებს ეს მოერგება თუ არა ამ ქვევრს და თუ ამ ქვევრს მოერგო, ხო? არ გაგიკვირდეთ რომ შეიძლება ვიკივლო. ანუ ხო, ახლა ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ აბა მაინტერესებს ერთად ნახოთ მოერგება თუ არა. ამოვიტანე დღეს სულ ყოველ ამოსვლაზე მავიწყდებოდა. ამოვტანა და მე მგონი მართლაც მოერგო. ვაუ. ზუსტად. ვაუ, მარინუს, ნახე რა მაგრამ მოუხდა. არ ვიკივლე, არ შემიძლია ეგეთი რაღაცები, მაგრამ ეხლა მე და ჩემი მეუღლე დღეს მარტო ჩვენ ვართ. გავაკეთებთ ულამაზესად მოვაპირკეთებთ აქაურობას. ესეც დაიფარავს ეხლა აქ რომ ზოგჯერ ხან ბაყაყი დამხვდება ხოლმე ამაში, ხან თაგვი, ხან რა ვიცი რა ჩავარდნილი, ხან ნაგავი, ამიტომ ეხლა დაიცავს ეს ჩვენ ქვევრს. და რა ვიცი, თუ თქვენ გაქვთ აი ესეთი თავი, მე სახში ხარ, რაც ვიპოვე ძველი, რაც მქონდა, ის წამოვიღე და შემოწირავთ აი ამ ქვევრისთვისაც ძალიან მადლიერი დაგრჩებით. აი ესეთი ქვევრის თავი არის ეს. მე სახში ახლა არაფერი აღარ მაქვს ესეთი. ხო და თქვენ თუ ამოხვალთ გიორგობას მეგობრებო და ამოიტანთ ესეთ თავს ამ ქვევრისთვის ძალიან გაგვახარებთ. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქ იატაკის გალამაზებას და თუ მოვასწრებთ შეიძლება ეს ზედა ნაწილიც გავაკეთოთ. ვერა? კაი. გადაუზიარეთ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლიერი ვარ მე ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ დღეებში ძალიან ესე იგი გულითადი შემოწირულობა გააკეთა. საზღვარგარეთიდანაც კი ხალხმა შემოწირა ეკლესიას, თანხა გადმორიცხა და ვისაც უნდა რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს ამ ეკლესიის აღდგენაში, ეს არის თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია მეგობრებო, ასურეთის სალოცავია. არ გეგონოთ რომ ეს არის წმინდა გიორგის, ეს არის თეთრი წმინდა გიორგის. თეთრი წმინდა გიორგი იცით თქვენ რომ არის საქართველოს მფარველი, ეს არის სვანეთის თანახმად და მე აღარ მახსოვს როგორ უწოდებენ. დამიწერეთ რა კომენტარებში. ჩვენ რო ერთმანეთს უწოდებთ, ხო, იცი ჯიგარი ხარო. ჯიგარი მოდის აი სიტყვა ჯგრიდან, რომელსაც ქვია თეთრი წმინდა გიორგის, რომელიც სახელია თეთრი წმინდა გიორგის, მე ესე გავიგე სვანეთში, რომ ასე უწოდებენ. ხო და აუ როგორ დამავიწყდა ახლა სრული სახელი. ხო და მოკლედ ეს თეთრი წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენა ძალიან დიდ რამეს მოასწავებს საქართველოსთვის. ეს არის უძველესი ეკლესია და როგორც უკვე გითხარით, ამ ეკლესიაში იყო პატარა ბავშვი, რომელსაც აი ძველი კულტის მიხედვით წირავდნენ ხოლმე ეკლესიის აშენებას. ჩვენ ახლა დაზუსტებით არ ვიცით ეს ბავშვი შეწირულია თუ არ არის შეწირული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ ეკლესიის ძალა ძალიან მნიშვნელოვანია აღსადგენად. და ვინც მონაწილეობას იღებს თავისი ფიზიკური ძალით თუ მატერიალური ძალით, ყველას აუცილებლად შეეწირება ეს უფლისგან და ესე იგი მე პირადად ძალიან მადლობელი ვარ ხოლმე თუ ადამიანი მოდის პირადად აქ მუშაობს ჩვენთან ერთად, ის როგორც ჩვენთან ერთად განიწმინდება თავისი ეკლესიით, ეკლესია ჩვენი სხეულია და ჩვენთვის პირადად ეს უფრო დიდ
სიხარულს წარმოადგენს ხოლმე ვიდრე მხოლოდ შემოწირულობა. მაგრამ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია გადაადგილება დღესდღეობით, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი არის საზღვარგარეთ წასული და საქართველოს მასშტაბითაც უამრავ ასეთ ღვთისმიერ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება და ტრანსპორტი, რომ მოვიდეს ადგილზე. ამიტომ ყველას მაინც დიდი მადლობა და ყველას, რა თქმა უნდა, ყველა იღებს მონაწილეობას, სრულიად საქართველო იღებს მონაწილეობას, წასული თუ ჩამოსული, აქ მცხოვრები თუ ადგილობრივი თუ ყველა იღებს აი ამ თეთრი წმინდა გიორგის აღდგენაში მონაწილეობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი ლამაზი გამოვა ეს ეკლესია, რომ ჩემი ინტუიციით ამ სალოცავზე სრულიად საქართველოს თითოეული მოსახლე ამოვა და იმისათვის, რომ ნახოს როგორი აღდგა ეს ეკლესია, თითოეულ ქართველს მოიყვანს ღმერთი აქ და თეთრი წმინდა გიორგი, იმიტომ რომ თეთრი წმინდა გიორგი არის საქართველოს მფარველი და აი ეს არის ერთადერთი ეკლესია, რომელიც მე მგონი ჯერჯერობით ამ პერიოდში ჩვენ საქართველოს მასშტაბით ერთადერთია თეთრი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აღდგება. არა შენდება ახლიდან, არამედ აღდგება. ხდებით რას ვლაპარაკობ, ხო? თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აღდგენაშია, ერთადერთი არის საქართველოს მასშტაბით ეს ასურეთის წმინდა გიორგის სალოცავი. ასე რომ მეგობრებო, გიხაროდენ და მართლა მეც ძალიან მიხარია, რომ ხელი გვეწყობა ამ საქმეში. ღმერთი გვაძლევს იმის ძალას, რომ ჩვენ ეს ეკლესია მართლაც ულამაზესად აღვადგინოთ. ისე კი არა, რომ აი მიფუჩეჩებულად, ამას მთელს გულს და სულს ვატანთ ჩვენი შრომით. თითოეულ ქვას ვარჩევთ სად და როგორ დაიდოს და ამას კიდე ერთი საათი ვფიქრობთ ხოლმე ეს ლამაზია თუ არა ესე. ხომ ესია მარინოს? ხო, ესეა. ხო, აი მაგალითად იატაკს რატომ მოვანდომეთ ამდენი? რამდენჯერ დავაგეთ რომ გვენახა როგორია, ჯერ სანამ დავაცემენტებდით, მერე ავიღეთ, მერე ხან როგორი ფორმით ვცადეთ და აი საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოდის. ეხლა ესენი რომ ამოივსება კიდე ლამაზად, ეხლა დღეს ამას ვაკეთებთ, კანტები რომ გაკეთდება, ჯერ მარტო აი ამ ქვების დალაგებისთვის და იმისათვის, რომ ზუსტად გაგვეგო სად იყვნენ დაკრძალული ეს ადამიანები, ხო? აქ მოვძებნეთ ის ძვლები და მოვძებნეთ ის ადგილები, სადაც ქალი იყო და სადაც მამაკაცი იყო დაკრძალული. აქ არის ქალბატონი ქეთევან იარალაშვილი, აქ არის ზურაბ იარალაშვილი დაკრძალული. ესე იგი, როგორც და აი ამ ქვის დაბლა არის ეს ბავშვი, რომელიც არ ვიცით. აი ამ ქვის დაბლა მეგობრებო რა, ბავშვი რომელიც არ ვიცით შეიწირა ამ ეკლესიამ თუ უბრალოდ ამათი პატარა ჩვილი იყო და დაკრძალეს აქ. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ აქ მივხვდით რომ ქალბატონის ნეშტი იყო, იმიტომ რომ აქ იყო კიდევ ერთ-ერთი ქოთანი ეხლა ისეთ მდგომარეობაშია რომ გატეხილია და ეტყობა გათხრების დროს და რემონტის დროს აქ როცა მაშინ აღადგინეს ბლოკებით, მაშინ გაუტყდათ, ეს დაშლილი მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ფქვილის ნაშთები, რომელიც იყო ამ ქოთანში მოთავსებული და თქვენ იცით რომ თიხის ქოთანში როდესაც ათავსებდნენ ქოთანში ათავსებდნენ ფქვილს, ეს სიმბოლო იყო, ამას ატანდნენ ხოლმე ან ქალბატონებს მხოლოდ და ან კიდე ხო, მხოლოდ ქალბატონებს, ანუ არ არსებობს, მხოლოდ ქალბატონებს ატანდნენ ხოლმე აი ამ ფქვილს. და აქედან მივხვდით რომ აი ამ ადგილზე იყო ქალბატონი და ამ ადგილზე იყო მამაკაცი დაკრძალული. ხო და ქეთევანი არის ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვი საფლავიაო. არა, ქეთევანი არის აქ ქალა ვიპოვეთ, კაცო, ორი ადამიანის ქალა აქ. და ერთ-ერთი არის ქალი და ერთი მამაკაცი. ხო, ანუ ისი არ არის რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მარტო ერთი ადამიანი იყო. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, ყველანაირი
დახმარება ჩვენთვის არის ძალიან დიდი და მადლიერება. მე პირადად მუშაობ ამ ეკლესიაზე უკვე მოგესალმებით. უკვე მე რამდენი წელია, 3 წელი შეჩერებული ვიყავი, იმიტომ რომ სხვას უნდა გაეკეთებინა და ვერ მოახერხა ამ ეკლესიის დამთავრება. მე ვთხოვე რომ ისევ მე გავაგრძელო, ისევ ჩემი ხარჯებით გავაგრძელო და იმ შემოწირულობის ხარჯებით, რომელიც გიორგობის დღესასწაულებზე გროვდება აქ, რომელიც ისე გადმორიცხვილი თანხებით გროვდება. მართალი გითხრათ, ძალიან დიდ თანხებთან არა გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეგვიძლია ჩვენი ფინანსებითაც და იმ შემოწირულის ფინანსებითაც მაქსიმალურად ვეცადოთ ულამაზესად გამოვიყვანოთ ეს ეკლესია ხელოვნებით დატვირთული და არა ესე ევრორემონტით, ხელოვნებით გვინდა რომ დავტვირთოთ და ძალიან ისეთი ხედვით რომ შეეფერება სიძველეს, ძველი ეფექტი გვინდა რომ დავტოვოთ. აი ეს მაგალითად ეს ნიშა, რომელიც აქ დარჩენილი არის და რომელ ნიშაზეც ხალხი ლოცულობდა, ეს მაქსიმალურად აუტენტურად შევინარჩუნოთ და არ შევეხოთ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის, რამაც გადაარჩინა ეს ადგილი უშუალოდ და ეს ეკლესია და ვცდილობთ რომ ქართული ელემენტებით დავტვირთოთ ძალიან მაქსიმალურად და ისე როგორც ეკლესიას შეეფერება და მე ღმერთს ვთხოვე რომ მეთქი ღმერთო ისე გაკეთდეს ეს ეკლესია როგორც შენ გსურს და არა როგორც შენ გსურს მეთქი და მართლაც ესე სრულდება მე მგონი და ძალიან მიხარია. მე თვითონ მაინტერესებს ბოლოში როგორი გამოვა. პატარა რატოა საფლავიო? პატარა არ არის ეს, პატარა არის რა ქვია მაგას? ერთი ქვა არის პატარა. ხო, ისე კარგი კითხვა არის, რატო გააკეთეს ეს ესე პატარა და ის ცოტა დიდი. არ ვიცი, რატო ესე გადაწყვიტეს ალბათ რა. ხო, მოკლედ ასეა რომ რეკვიზიტები მოცემული არის გვერდზე, თუ ვინმეს დააინტერესა რომ გადმორიცხოს თანხა იმისათვის რომ შემოგვეშველოს აქ მასალების საყიდლად და კიდევ რა ვიცი, აქ როდესაც ამოდიან ხოლმე ბევრი ხალხი საკვებით საჭიროა ხოლმე და რა ვიცი, აქაც თანხებია საჭირო. ეხლა მე არ მინდა რომ ამით მოგაბეზროთ რა თავი საერთოდ თანხებზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს ამაზე საუბარიც, იმიტომ რომ ჩემს გარდა ამას სხვა ორგანიზაციას არ უწევს და არა აქვს არავის დრო იმისათვის რომ ამას თავისი ძალა სჭირდება, თავისი ენერგია სჭირდება რომ ადამიანებთან მიიტანო ხმა და მე მადლობელი ვარ ღვთის რომ ამის ძალას მაძლევს ჯერჯერობით. ხო და თან მასწავლის თუ როგორ ვისაუბრო მართლაც აი ამ ფინანსებზე ადამიანებთან, რომელიც ძალიან მეზიზღება. ანუ საერთოდ ფინანსებზე საუბარი მეზიზღება და ალბათ ესეც საჭიროა რომ ვისწავლო. ხო და ასე რომ მეგობრებო, რა ვიცი, აი ეს მაგალითად ეს არმატურა თავისი ხარჯებით ამოიტანა ქუთაისიდან ერთ-ერთმა ჩვენმა ძალიან საუკეთესო მეგობარმა, რომელიც ახლა დაგვიმეგობრდა უკვე ლაშამ ნანახი გყავთ კიდევაც ვიდეოში, აი ეს თავისი ხარჯებით ძალიან ბევრი რაღაც ამოიტანა კიდევაც ერთი წუთით. აი ეს მაგალითად ანა ჩემი დის შემოწირულია, აი ახლა გვიყურებს. ეს ქვები, ლამაზი ქვები არის და ფერადი ქვებია. ერთად ავარჩიეთ. აი ეს რომელიც გასალესად გამოვიყენეთ შიდა კედლისთვის, ესეც ლაშას ამოტანილია, ეს არმატურა, რა ვიცი, ჩემი მეუღლე აღარ დავასახელებ ჩვენ ფინანსებს აქ მაგას აღარ დავასახელებ, იმიტომ რომ მარიაჟობა გამომივა, მაგრამ იმათაც არ მინდა რომ დაუკარგო, ვინც უკვე
მიიღო მონაწილეობა აქ მატერიალურად თან ფიზიკურად. ლაშა ამოდის აქ რჩება ხოლმე ერთი დღით ფიზიკურად, როგორც ახერხებს და ყველანაირად ეხმარება ჩემს მეუღლეს. აი მაგალითად ეს კედლები მისი ხელით და ჩემი მეუღლის ხელით არის ჯერ გალესილი და ამას მერე კირი ედება. ამას ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კირი უნდა დაედოს. სარკმელებია გასაკეთებელი, ესენი მოსაძრობია და ახლიდან არის ლამაზად გასაკეთებელი და გარედანაც ლამაზად მოსაპირკეთებელია ეს ბლოკი. ეს ბლოკი შიგ თავში იქნება მოექცევა შუაში. აი ეს მაგალითად ეს საძირკველი, რომელიც საერთოდ არ ჩანდა. აი ეხლა მთლიანი სადაც წავალ, ზოლე ქვია ამას რა, საძირკვლის კანტი ქვია, რომელიც ძველ ეკლესიებში ყველგან ჩანს. და ეს იყო აუცილებელი ფაქტორი, რომ ზოგან სამკიბიანია ესე, აი სამი კიბი აქვს ესეთი დიდ ეკლესიებს და ზოგს აქვს ესეთი ერთი კიბე, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ გამოჩენილიყო და ეს მიწა წარმოიდგინეთ. აი ეხლა ამ სიმაღლეზე ხო ხედავთ? მიწა ამ სიმაღლეზე იყო და გავთხარეთ და ჯერ საერთოდაც აი აქ წინ მიწა იყო. ეხლა აქ ხო ხედავთ, გამოჩნდა, რომ აქ ხალხი იყო დაკრძალული და აი ეს მთლიანად ეს ქვები იყო საშინელ მდგომარეობაში, ჩამოყრილი იყო. მე სურათები შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ამ გვერდზე როგორ არის და მიწა იყო აი აქამდე ამოსული. აქამდე იყო ამოსული და აქამდე თუ აქამდე სულ აი ეს მთლიანად მოვასუფთავე მე ამხელა მასა და აი წამოდით განახოთ იქ რამხელა გორა გავაკეთეთ. გავაკეთეთ რა, მე ვმუშაობდი მარტო მაშინ. აი ეს გორა მთლიანად იქიდან აქ ჩამოვიტანე. სამწუხაროდ ეხლა ამოდიან და აკლავენ ხოლმე შესაწირს, რომელიც ჩემი აზრით წარმართულია და აღარ არის საჭირო სისხლის შეწირვები და იმედია ამასაც შეისმენს უფალი და რაღაცნაირად გაანათლებს ამ ადამიანებს, რომ სისხლის დაღვრა აღარ არის საჭირო უკვე. ქრისტემ ყველანაირი სისხლის დაღვრა გაანულა, აღარ არის, გააბათილა, აღარ გჭირდებაო, ღმერთს არ სჭირდებაო სისხლის შეწირვაო და წარმართული, რომელიც იალდაბაოთისეულია ის სისხლის შეწირვები ქრისტემ გააუქმა. ასე რომ იმედია ღმერთი ამ თხოვნასაც შეისმენს, ჩემ თხოვნას რომ აი ეს სისხლის ღვრები ამ ეკლესიაზე მორჩეს, სულ ცოტა ამ ეკლესიაზე მაინც აღარ მოხდეს. ამინ და ადამიანი უბრალოდ ამოვიდეს და შეწირვა ის არის რომ ამოვა ამ ეკლესიაზე, ილოცებს, იქნება ცოტა ხანი, აი გაიწმინდება, თავის ხელს გაწმენს, იმიტომ რომ აქ მაღალი სიხშირეა და მაღალი სიხშირეზე როცა ხდები ადამიანი, იქ სისხლიკიანო დაღვარო, იქ უნდა დაჯდე, დაწყნარდე შენ თავში იმოგზაურო, ჩახვიდე, გასუფთავდე და მერე წახვიდე დაწყნარებული სახლში. ეს არის შეწირვა ღმერთისთვის. ერთი დღის შეწირვა რა, ანუ ერთი დღე დრო რომ მიუძღვნა ღმერთს. აღარ ჭირდება უფალს რომ ამოხვიდე დაასტუკო სისხლი დაღვარო და წახვიდე, რაც ძირითადად ეს ხდება ხოლმე აქ. ამოვლენ ცხვარს შემოატარებენ, მოკლავენ, წაიღებენ სახლში. რად გინდა თუ ცხვრის დაკლა გინდა კაცო წადიდე სახლში დაკალე. აქ არ უნდა ღმერთს მაგის დანახვა. ეს საშინელებაა, ანუ ღმერთისთვის ეს არის შეურაცხყოფა. ხო და რა ვიცი, ბევრი გავაგრძელე. მოდი ახლა დაგაშვიდებებით მეგობრებო და მივეხმარებით ჩემს მეუღლეს, ასე რომ გადააზიარეთ ვიდეო და მადლობას მოგიხდით ყველას, ვინც გვერდში გვიდგახათ. აი ვინც იღებს საქართველოს აღდგენაში მონაწილეობას. დარწმუნებული იყავი, რომ ეს ეკლესია რო აღდგება, საქართველოში სასწაულები მოხდება. წავედით. ბედნიერ დღეს გისურვებთ.